უწყვეტი საპროტესტო აქციების 47 დღეს რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტილია. ქუჩაში გამოსული ათასობით ადამიანი ქართული ოცნების პრორუსულ პოლიტიკას აპროტესტებს. მოთხოვნები უცვლელია ჩაინიშნოს ახალი სამართლიანი არჩევნები და ციხიდან გამოუშვან პროევროპულ აქციებზე უკანონოდ დაკავებული პირები. პროტესტის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე იმღერეს. საქართველოში უწყვეტი ანტირუსული საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან დაიწყო. მას შემდეგ რაც ივანიშვილის პარტიამ ქვეყნის ევროინტეგრაციაზე ფაქტობრივად უარი განაცხადა.